რა არის მყარი მდგომარეობის რელეები და სად გამოიყენება ისინი? ოდესმე დაფიქრებულ ხარ, როგორ შეუძლია თითქმის შეუმჩნევლ პატარა ელექტრულ სიგნალს ჩართოს გიგანტური ძრავა, ან გააცხელოს ინდუსტრიული ღუმელი, რომელიც ათასობით ვატს მოიხმარს, ისე რომ შენ ერთი ткაცუმიც კი არ გაიგო. როგორ არის შესაძლებელი ძიმე მანქანების მართვა იმავე სიზუსტით, როგორც კომპიუტერი ამუშავებს მაუსის დაწყაპუნებას, მაგრამ ისე, რომ შიგნით არც ერთი ფიზიკური ნაწილი არ მოძრაობს. Დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ჩავუღრმავდებით მყარი მდგომარეობის რელეების სამყაროს, რომლებიც ცნობილია როგორც SSR, რაც ინგლისურად ნიშნავს Solid State Relays. თუ ოდესმე გავიხსნიათ ძველი ელექტროპანელი, ალბათ გსმენიათ ის დამახასიათებელი დაწყაპუნება ყოველ ჯერზე, როცა ნათურა ინთებოდა ან ძრავი იწყებდა მუშაობას. მაგრამ რატომ ქრება ეს ხმა ქარხნებიდან და თანამედროვე მოწყობილობებიდან? რა შეიცვალა იმაში, თუ როგორ უმართავთ ელექტროენერგიას, რომ შეგვეძლო მექანიკური ნაწილების მიტოვება? ამის გასაგებად უნდა გავიგოთ, რომ ინჟინერია მუდმივად ეძებს ეფექტურობასა და გამძლეობას, ხოლო მყარი მდგომარეობის რელე არის ამ ევოლუციის მწვერვალი სიმძლავრის კონტროლში. მაგრამ სანამ თანამედროვე ტექნოლოგიაზე ვისაუბრებთ, იცით როდის დაიწყო ეს ისტორია? საოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მომავლის ტექნოლოგიად ჩანს, მყარი მდგომარეობის რელეები 1971 წელს გამოიგონა კომპანიამ Kraydon Controlsმა. იმ დროს მსოფლიო თითქმის მთლიანად ეკრდნობოდა ელექტრომექანიკურ რელეებს, რომლებიც მუშაობენ როგორც ელექტრომაგნიტით ამოქმედებული გადამრთველები. წარმოიდგინე პატარა კოჭა, რომელიც იღებს ენერგიას, ქმნის მაგნიტურ ველს და იზიდავს მეტალის ბერკეტს, რათა დახუროს კონტაქტი. საკმაოდ მარტივია, არა? მაგრამ თუ გეტყვი, რომ ეს ფიზიკური მოძრაობა რამდენადაც მცირე არ უნდა იყოს, ელექტრული სისტემის გამძლეობის ყველაზე დიდი მტერია, სწორედ ამ წერტილში არსებული ხარვეზის აღმოსაფხრელად ეძებდნენ Kraydon-ის ინჟინრები გადაწყვეტას, რომელიც თლიანად ნახევარგამტარებზე იქნებოდა დაფუძნებული. ეხლა ჩდება მთავარი კითხვა. თუ ფიზიკური ბერკეტი არ მოძრაობს, როგორ ახერხებს რელე-წრის დახურვას და დენის გატარებას? პასუხი ნახევარგამტარების ფიზიკაშია. ტრადიციული რელესგან განსხვავებით, SSR იყენებს კომპონენტებს, როგორიცაა ტრიაქსი, ტირისტორი ან MOSFET-ი. წარმოიდგინეთ ეს კომპონენტები როგორც ელექტრონული კარიბჭეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ იღება, როცა ძალიან კონკრეტულ ბრძანებას იღებენ. მაგრამ აქ ერთვება საინჟილო დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა. როგორ დავწმუნდეთ, რომ მაღალი ძაბვა, რომელსაც ვაკონტროლებთ, არ დაბრუნდება კომპიუტერში ან სენსორში, რომელიც ბრძანებას აგზავნის? თუ ფიზიკური პირდაპირი კავშირი იქნებოდა, დატვირთვაზე მოკლე ჩართვამ შეიძლება მყისიერად გაანადგუროს მთელი საკონტროლო ელექტრონიკა. მაშ, როგორ გადაჭრეს ინჟინრებმა ეს უსაფრთხოების პრობლემა? გადაწყვეტა ელეგანტურია და სინათლეს იყენებს როგორც შუამავალს კომპონენტის მეშვეობით, რომელსაც ოპტოწყვილა ეწოდება. მყარი მდგომარეობის რელეში დაბალი სიმძლავრის სიგნალი, რომელიც მოდის თქვენი კონტროლერიდან, ანთებს პატარა შიდა ლედს. მეორე მხარეს, იგივე კორპუსის შიგნით არის სინათლემგრძნობიარე სენსორი, რომელიც ამ სინათლეს ხედავს და მის დაფიქსირებისას საშუალებას აძლევს მთავარ დენს, რომ გაიაროს სიმძლავრის ნახევარგამტარებში. შესასვლელსა და გამოსასვლელს შორის არ არის გამტარი მავთულები. მხოლოდ სინათლის სხივი გადის პატარა სივრცეში. ეს ქმნის იმას, რასაც გალვანურ იზოლაციას უწოდებთ. აი, რატომ შეგიძლიათ აკონტროლოთ 220 ვოლტიანი გამათბობელი 1000-ობით ვატიანი სიმძლავრით, ხოლო 5 ვოლტიანი USB პორტის ენერგიის უსაფრთხოებით? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დონეზე იცავს ეს ავტომატიზაციის სისტემებს. ეხლა ალბათ ფიქრობთ, თუ SSR ასეთი საოცარია, რატომ ვიყენებთ ჯერ კიდევ ძველ რელეებს, რომლებიც კლიკის ხმას გამოსცემენ? ამის გასაგებად უნდა შევადაროთ ეს ორი ტექნოლოგია. ელექტრომექანიკური რელე Volkswagen ხოჭოს გავს. მტკიცეა, იაფია და მარტივად გასაგები, მაგრამ დროთა განმავლობაში ცვდება. ყოველ ჯერზე, როცა მეტალის კონტაქტები ეხება ან შორდება ერთმანეთს, წარმოიქმნება პატარა ნაპერწკალი, რომელსაც ელექტრული რკალი ეწოდება. დროთა განმავლობაში ეს ნაპერწკალი მეტალს აკარბონიზებს, ზრდის წინააღმდეგობას და საბოლოოდ ან შეადუღებს კონტაქტებს ერთმანეთს, ან ხელს უშლის დენის გავლის საშუალებას.
რაც შეეხება მყარი მდგომარეობის რელეს, მას მოძრავი ნაწილები არ აქვს. ამიტომ ნაპერწკალს არ წარმოქმნის, მექანიკურ ცვეთას არ განიცდის და შეუძლია მილიონობით ჩართვა-გამორთვა შესრულოს, შესრულების დაკარგვის გარეშე. მაგრამ ნეტავ ყველა სიტუაციაში იდეალურია. კრიტიკული საკითხი, რაც უნდა გავიგოთ, არის ენერგოეფექტურობა და სითბო. მყარ მდგომარეობაში არსებულ რელეებში ნახევარნებარგამტარები ელექტროენერგიის გავლისას მცირე წინააღმდეგობას იწვევენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინააღმდეგობა მცირეა, როდესაც მაღალი დენი გადის, ეს წინააღმდეგობა სითბოს წარმოქმნის. აი რატომ? თუ თქვენ დააგვირდებით SSR-ს ინდუსტრიაში, ის თითქმის ყოველთვის დამონტაჟებულია ალუმინის ნაჭერზე, რომელიც სავსეა ფარფლებით და მას რადიატორს უწოდებთ. რადიატორის გარეშე კომპონენტი შეიძლება გადახუდეს და გამოვიდეს მწყობრიდან. ამიტომ, მაშინ როცა ელექტრომექანიკური ღელე შეზღუდულია სიჩქარით და ცვეთით, მყარი მდგომარეობის რელე ძირითადად შეზღუდულია სითბოს გაფანტვის უნარით. ეხლა როგორ ფიქრობთ, ამ შეზღუდვებიდან რომელი უფრო მარტივია საინჟინრო პროექტში სამართავად? არსებობს მყარი მდგომარეობის რელეების სხვადასხვა ტიპის მოდელები, სხვადასხვა საჭიროებისთვის და სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს მყარი მდგომარეობის რელეების AC მოდელები, სადაც ცვლადი დენის სიგნალი აკონტროლებს ასევე ცვლადი დენის დატვირთვას, DC მოდელები, რომლებიც იდეალურია ბატარეების სისტემებისთვის და ციფრული ელექტრონიკისთვის და ასევე AC-DC მოდელები. გარდა ამისა, ზოგიერთი მყარი მდგომარეობის რელეს შესანიშნავი მახასიათებელია, ეგრეთ წოდებული ნულოვანი გადაკვეთა, ანუ zero cross. წარმოიდგინეთ, რომ ცვლადი დენის ტალღა წამში 60 ჯერ ადის და ჩამოდის. მყარი მდგომარეობის და ჭკვიანი რელე ზუსტად იმ მომენტს ელოდება, როცა ძაბვა გულოვან წერტილს გადაკვეთს, რათა ჩართოს დატვირთვა. ეს თავიდან აცილებს ენერგიის პიკებს და ელექტრომაგნიტურ ხმაურს, რაც შეიძლება სხვა მოწყობილობებს ხელი შეუშაოს. შენ თუ შეგიმჩნევია, როგორ ციმციმებს ზოგიერთი ნატურა, ან როგორ გამოსცემს მოწყობილობა ხმაურს, როცა მოტორი ახლოს ირთვება, SSR ნულოვანი გადაკვეთის ფუნქციით თითქმის მთლიანად გამორიცხავს ამ პრობლემას. და სად ხვდებით ამ კომპონენტებს პრაქტიკაში? გამოყენების სფეროები მრავალფეროვანია და ისინი შენს ირგვლივ უფრო ახლოსაა, ვიდრე ფიქრობ. ინდუსტრიაში ისინი აუცილებელია ღუმელებისა და პლასტმასის საინექციო დანადგარების ტემპერატურის კონტროლისთვის. რადგან ამ პროცესებს სჭირდება, რომ გამათბობელი ელემენტი მუდმივად ჩაირთოს და გამოირთოს ზუსტი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მექანიკური რელე მხოლოდ რამდენიმე დღეს გაძლებს, სანამ გაფუჭდება, მაშინ როცა SSR წლების განმავლობაში მუშაობს. საყოფაცხოვრებო ავტომატიზაციაში ისინი საშუალებას იძლევა, რომ ნათურების სიკაშკაშე რბილად და უხმაუროდ დარეგულირდეს. მაღალი სიზუსტის 3D პრინტერებშიც კი მყარი მდგომარეობის რელეებს იყენებენ მაგიდის გათბობის სამართავად, რათა ტემპერატურა ბეჭდვისას არც 1 გრადუსით არ მერკეობდეს. ამ რეაგირების სიჩქარის გარეშე ის სიზუსტე, რაც დღეს გვაქვს წარმოებაში, შეუძლებელი იქნებოდა. მე ვიყიდე ეს მყარი მდგომარეობის რელე ელექტროგამათბობლის სამართავად და მჭირდებოდა, რომ ის გამძლე ყოფილიყო, შეძლებოდა რბილად ჩართვა, გამორთვა ყველაფერი სახლის ავტომატიზაციისთვის. ეს დაახლოებით ისეა, თითქოს მინდოდეს შხაპის ჩართვა და გამორთვა მობილურით. ბევრმა მირჩია სხვა მოწყობილობის, სახელად კონტაქტორის გამოყენება. მაგრამ ჩვეულებრივი რელეს მსგავსად, ისიც იყენებს ელექტრომექანიკურ სისტემას. და ამ სისტემამ საბოლოოდ დამიწვა ჩემი ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ძალიან გრძნობიარე იყო ჩართვა-გამორთვაზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, მყარი მდგომარეობის რელე შეუდარებელ უპირატესობებს იძლევა სახიფათო გარემოში. რადგან შიგნით ნაპერწკლები არ წარმოიქმნება, ისინი იდეალურია გამოყენებისთვის ისეთ ადგილებში, სადაც არის აალებადი გაზები ან აალებადი მტვერი, სადაც ჩვეულებრივი რელეს ნებისმიერი ნაპერწკალი შეიძლება აფეთქების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, ჩუმი მუშაობა უზარმაზარი უპირატესობაა საავადმყოფოებში, ჩაწერის სტუდიებში ან ოფისებში, სადაც მუდმივი დაწკაპუნების ხმა მიუღებელი დისკომფორტი იქნებოდა. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენი ვიდეოების დროს გახსენებულიც იყო. თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებიც გირჩიეთ, გამოიყენე გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბული, რათა მიიღო ცუდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რომლებიც დაგეხმარება სხვადასხვა უნარის განვითარებაში და კარიერაში გამორჩეულად დაგაყენებს. უკვე იცოდი განსხვავება ჩვეულებრივ რელესა და მყარი მდგომარეობის რელეს შორის. ქონია შემთხვევა, როცა რომელიმე მოწყობილობა მექანიკური რელეს ცვეთის გამო გაჩერებულა მუშაობა.
დატოვე კომენტარებში შენი გამოცდილება. ან თუ სადმე გინახავს ასეთი გიგანტური დისიპატორები მოწყობილობაში, რომელიც SSR-ს იყენებს. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე ახი, ჩართე ზარი და განიხილე ახის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.